დღეს საკრებულოს ეს ტრიბუნა ეთმობა ოპოზიციური ფრაქციების, ქართული თბილისის, თავისუფლების და ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელთა პრესკონფერენციას, კონკრეტულად საკითხი უკავშირდება თბილისის ბიუჯეტის ალტერნატიულ აუდიტს. თქვენ მოგეხსენებათ, რომ საქართველოს აუდიტის სამსახურში, იგივე კონტროლის ვალდაში განხორციელდა რიგი საკადრო ცვლილებები, მათ შორის თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა ბეჟან ბუცხრიკიძე, ადამიანი, რომელიც ასოცირდება ნაციონალურ მოძრაობასთან უკვე წლებია, წარმოადგენს ამ პარტიის ბირთვს და არის ერთ-ერთი მთავარი ფინანსისტი წარსულში ხელისუფლებაში ყოფილი პარტიისა. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს სრული საფუძველი საიმისოდ, რომ იმ ინსტანციას და დაწესებულებას, რომელსაც მთლიანობაში აკომპლექტებენ და წარმოადგენს ნაციონალური მოძრაობა, რომლის ფუნქცია მოვალეობა გაახლავთ აუდიტის ფინანსური შემოწმების ჩატარება, მათ შორის თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტისა გამოვსყევთ უნდობლობა. სწორედ ამიტომ ჩვენ თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციები გამოვიყენებთ საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ 57 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ შესაძლებლობას და დავიწყებთ პროცესს საიმისოდ, რომ 2012 წლის თბილისის ბიუჯეტის აუდიტის ფინანსური შემოწმების შესაძლებლობა იყოს მოწვეული, ანუ დამოუკიდებელი ობიექტური აუდიტორის მიერ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ ობიექტურმა, მიუკერძოებელმა მუნიციპალურ რეპუტაციის და წარსულის მქონე აუდიტორმა კომპანიამ, რომელსაც არ გააჩნია არავითარი პოლიტიკური ინტერესები, მათ შორის ბიუჯეტთან მიმართებით, იმ ხარჯებთან მიმართებით, რომელიც ჩვენი ვარაუდით არსებობს, მათ შორის მიმდინარე ბიუჯეტთან დაკავშირებით, უნდა ჩაატაროს მოკვლევა. ჩვენი კოლეგები ნაციონალური მოძრაობიდან მუდმივად საუბრობენ გამჭვირვალობაზე, მუდმივად საუბრობენ რაღაც სიმართლის დადგენა ძალიან მარტივია, იმიტომ რომ რაღაც ყველაფერი გვაქვს გამჭვირვალედ, ეს არის ერთი და იგივე ტექსტები და მე ვთხოვ, რომ დამოუკიდებელი აუდიტი ამის კარგი საშუალებაა, რომ ყველა კითხვას მოეხსნას პასუხი. ამე თუ 2012 წელი იყო საარჩევნო წელი, ვინ-ვინო მე ძალიან კარგად ვიცი, როგორ ალაგებდა ნაციონალური მოძრაობა და კონკრეტულად მერია საარჩევნოდ ბიუჯეტს და სხვადასხვა მუხლებს და ყველაფერი ეს მორგებული იყო არჩევნებზე, ამიტომ ვთხოვ ჩემს კოლეგებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან შეუერთდნენ ამ ხელმოწერებს და მართლაც ობიექტურმა აუდიტმა გამოიკვლიოს და გაანალიზოს 2012 წლის ბიუჯეტი. დიდი მადლობა. მე მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მუშაობენ მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი ადამიანები. სახელმწიფო აუდიტის დისკრედიტაციის მცდელობა მე არასწორად მიმაჩნია და უშედეგო იქნება. ასევე მინდა შევახსენოთ ჩემს კოლეგებს, რომ თბილისის მერიაში რამდენიმე მაკონტროლებელი ორგანოა ამ ეტაპზე შესული, მათ შორის პროკურატურა, ფინანსური პოლიცია და სწავლობენ ბუნებრივია ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილსაც. აქედან გამომდინარე ეს ინიციატივა ამ ეტაპზე უადგილოდ მიმაჩნია.